გამარჯობა. აბა თქვენ თუ იცით, რა ქვია ადგილს თბილისში, სადაც მეგრელი, გურული, სვანი და ერაყელი თამაშობენ იაპონურ ჯოკერს და ეგვიპტელი დგას და ელოდება წაგებული როდის ადგება რომ თვითონ დაждდეს. ასეთ ადგილს ქვია იტალიური ეზო. ამას წინა დავამუღამე ბინას ვეძებდი საქირავებლად და როგორც ჩემი ასაკის ადამიანს შეეფერება, არ დავიწყე ბოძ-ბოძ განცხადებების კითხვა, მივედი მაკლერთან. როგორც მაკლერს შეეფერება, პირველად მისული ადამიანი გაუშვა ყველა ცუდ ვარიანტში. გორდის ქუჩა 28. იცით სად არის გორდის ქუჩა? ლოტკინი ხო იცით? ხო გგონიათ რომ მან თბილისი მთავრდება? არა. ლოტკინის მთის მერე არის სამღერეთის ქუჩა, მერე არის დიმიტრი ჟღენტის ქუჩა, მერე არის ზედაზნის ქუჩა, მერე არის სილიბისტრო თოდრიას ქუჩა, მერე გზა მთავრდება და იწყება ჭაობი, მერე არის საძოვრები, მერე გუანტანამოდან რო ორი კაცი გადმოასახლეს პატიმრები, ისინი ცხოვრობენ, მერე არის მწვერვალი, მერე ხრამი და მერე იწყება გორდის ქუჩა. მივედი ვეძებ სად არის ეს 26. 24 არის, 28 არის, 26 არ არის. დაურეკე მეთქი სად არის 26. იცით აი ხაო ძლიერი ქარი რო იყო ეს ცოტა ზემოთ აიტანაო და ამოუყევითო და 44 ნომრის მერე არისო, მაგრამ თქვენო არ ინერვიულოთ, აქ მცოცავი ნიადაგია და ნენელა ჩავა ისევ ქვემოთ. აღარ ავედი რა თქმა უნდა, წავედი მაკლერთან ვაგინე, გამიშვა ოდნავ უკეთეს ვარიანტში. ლოტკინი ხო იცით? მერე არის სამღერეთის ქუჩა, მერე არის დიმიტრი ჟღენტის ქუჩა და აი მანდ გამიშვა თვითონაც წამომყვა. თვითონ წამომყვა რომ დავიწუნებ რაღაცა არგუმენტი უცებ მოულოდნელი შემოაშველოს, რომ იქნებ ამის გამო ავიღო. მაგალითად, იცი აქ რა კაი სამეზობლო, სულ იმერლები არიან. ვითომ ეს იმერლები არიან ბიონსე, მაურინიო. მივედით ახლა და უყურებთ რა ამ სახს და ვეუბნები, ეს არ არის თბილისი. ის მეუბნება რომ ეს თბილისი არ არის, კი არის, არ არის, კი არის და ამ კამათში რო ვართ, ვიღაცა მოვიდა და სასოფლო სამეურნეო ხნათესვის ვაუჩერი მიუტანა იმოდა. ეს მაკლერი მიხვდი რომ მატყუებდა და დამიმეგობრდა. მე არ დაუმეგობრდი და წავედი მშრალხიძე რომ სხვა მაკლერი ვიპოვო. დგას ერთი 150 კაცი და ყველა მაკლერი არც ერთი არ არის კლიენტი. და სხვადასხვანაირი ხალხია, ზოგს კისერზე კიდია ის, რასაც ყიდის, ან აქირავებს, ზოგს დიდი ღიპი აქვს და სკრეპით აქვს ღიპზე მიმაგრებული. ზოგს უფრო ქვევითაც. პირდაპირ იქ თუ იმაზე თუ რავი როგორც აი წარმოიდგინეთ, კაცი ოროთახიან ბინას ყიდის და იმაზე კიდია. პირდაპირ ნიშნავს. ერთი იყო ძალიან დაქექილი ქალი, იცით როგორი? აი შენ რო ქართულად გელაპარაკება, მეორე მაკლერს რუსულად, ტელეფონზე ინგლისურად და გულში მეგრულად რო ლაპარაკობ. იქით იდგა ძალიან ძერსკი მაკლერი რა. აი ესეთი, მე ძმაო 100,000-იანზე ნაკლებ ბინებზე არ მუშაობ. და რო წავედი, ღერებით ყიდი ციგარეთს. სამი ღერი იყიდა. თავარი მაკლერი ვინ იყო, იოლად მივხვდი, იმიტომ ესენი ყველა ფეხზე იდგა 150 კაცი, ერთი იჯდა მარტო ყვითელ პლასტმასის სკამზე. და ორი მაკლერი ედგა გვერდზე და აცინებდნენ. მივხვდი რომ ეგ იყო თავარი. მოკლედ დავარჩი ერთი და შედარებით ნორმალური კაცი იყო, წამიყვანა ერთი ბინა მაჩვენა და თან მეუბნება რომ აქ თუ გადმოსახდებიო ძალიან მაგარი უბანიაო, არსად გასვლა არ დაგჭირდება, ყველაფერი აქ არისო, სამშობია რო ეგერ არის, ბაღი ეგერ არის, სკოლა ეგერ არის, უნივერსიტეტი ეგერ არის, ქარხანა ეგერ არის, საავადმყოფო ეგერ არის, სასაფლაო ეგერ არის. მეთქი არ მინდა. მინდა რომ ვიქირაო და არ მინდა, სასაფლაო არ მინდა. კაი, მაშინო ერთი ვარიანტი მაქვს,
აქ მივხვდი, რომ კარგ მაკლერს ცუდი ვარიანტები არ ელევა. წამიყვანა გდანის მე-7 მიკრორაიონში, მივედი 2 ოთახიანი ბინა, გავაღეთ და ცხოვრობს 18 კაცი. ხო გახსოვთ CSKO-ს თავმჯდომარეს რო აგინებდნენ 18 კაცი როგორ შეიძლება ცხოვრობდეს ერთ იმაში ბინაში როგორ შეიძლება ამდენი ხალხიო? თურმე ცხოვრობენ. თან რანაირი ხალხი იყო, არაფრის გადასახადს არ იხდიდნენ. გას არ იხდიდნენ, იმიტომ მაგისტრალი გადისო და გვეკუთვნისო. საკაბელო ტელევიზია მეზობლიდან ჰქონდათ მოპარული, ინტერნეტიც ჰქონდათ თბილისი ლაუზიუ. თეფშები ჰქონდათ ერთჯერადი, ჩანგლებს არ ხმარობდნენ საერთოდ. მეთქი არ მინდა ეს გდანი, წამოიქნა ძველ თბილისში ვნახოთ რამე სახლი. კაიო, მივედით. ძველი სახლი დგას რაღაც, გამოვიდა პატრონი, სახლივით პატრონი იყო. მოხუცი და გადახრილი ცოტა. ეს მეუნება რომ ისეთი ბინაო რა, სადაო კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს. ხო არის ძველ თბილისში ბევრი სახლი და შენობა, რომელიც ქართველების არის თუ სომხების დასადგენია და ეს სახლი როცა აშენებული იყო, მაშინ არც ქართველები, არც სომხები სავარაუდოდ არ არსებობდნენ და ურარტუ და კიმერიელები ბრძოლობდნენ რომლის. თან რაღაცნაირი სახლი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძველი იყო, თაგვები არ ჩანდნენ რა. იმიტომ თაგვსაც რაღაც ელემენტარული პირობები ჭირდება, რომ რაღაც მოკლედ ასე დღეში ვარ. ჯერ ვერ ვიპოვე ვერაფერი, ცხოვრობ ისევ კარავში. ხო და წეგან კოჭლობით რომ შემოვედით, არ გეგონათ რომ ვინმე მცემა და მომერია და უბრალოდ კარავში რომ ცხოვრობ დამარბი ეს დღეს. ხო და იმედია შემდეგ მონოლოგამდე მომირჩება. დიდი მადლობა, კარგად გამდობოდეთ.